ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის გაძლიერება და შემოქმედებითი ინდუსტრიის დაცვა უარყოფითი ეკონომიკური ზემოქმედებისგან. საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. საკპატენტმა მოამზადა ასევე ცვლილებები დიზაინის შესახებ კანონშიც, რომლის მიზანიც საქართველოში დიზაინების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ცვლილებები და როგორ დაიცავს ის შემოქმედებითი ინდუსტრია სტუმართან საკპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად ვიმშელებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვიმშელოთ და მით უმეტეს ის ცვლილებები, რომელიც მე ახლა ვახსენე, პირველი მოსმენით უკვე მოწონებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ, თუმცა რეალურად როგორი იქნება გაგრძელება, მაგას უკვე ალბათ ვარაუდოთ საშემოდგომო სესიაზე ვნახავთ. მაგრამ მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, რა ცვლილებებზეა საუბარი, ანუ რა ინიციატივით გამოხვედით, რომელსაც მე პარლამენტისგან მოწონება დაიმსახურა და რა შეცვლის ის ამ შემთხვევაში მაგალითად შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის, იმიტომ რომ ამ ნაწილს ეს მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულად ეხება. მადლობა მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენს ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაციას ავტორ და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მოამზადა საკპატენტმა, შემდგომ საქართველოს მთავრობა მოიწონა და გადააგზავნა პარლამენტში და ის ამ ეტაპზე საკომიტეტო მოსმენებს გაზრდის ასე ვთქვათ, ძირითადი კომიტეტების მიერ უკვე, რომელიც ამ დარგში განიხილავს კანონპროექტს, უკვე მოწონებულია. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებები, ანუ ადამიანების უფლებები, რომლებიც ქმნიან ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტებს, იყოს დაცული. მათ შორის ბუნებრივია აქ არსებობს ფინანსური ინტერესი, მოგეხსენებათ, მუსიკა იქნება, ფილმი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ასეთი ტიპის პროდუქტი. რა თქმა უნდა, მათ შორის გარდა იმისა, რომ კულტურული შემოქმედების პროდუქტია, იქნება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნისთვის კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებული, მიიღონ შესაბამისი ჰონორარი. ამ ინტერესების დაცვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი წვდომა, ანუ რეალურ საავტორო უფლებების დაცვით გავრცელებულ მასალაზე კონდეს წვდომა მოსახლეობას. ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არის ეს პრობლემა ცხადია, როდესაც პირატული, ანუ მეკობრეობის გზით ხდება ინტერნეტ სივრცეში განთავსება სხვადასხვა მასალის. ამ შემთხვევაში დაცვის სხვადასხვა მექანიზმები არსებობს, რომელიც ვთქვათ, დანერგილია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ამ კუთხით გულისხმობ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენი პრაქტიკაც დაახლოებით ამგვარია. ამ შემთხვევაში კანონში შესატანი ცვლილებები გულისხმობს ინტერნეტ მიმწოდებლების იმ კომპანიების პასუხისმგებლობას, რომლებიც ინტერნეტით მიაწოდებენ, ვთქვათ, მოსახლეობას. შუალედური მიმწოდებლები გულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. მაგალითისთვის მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს, რა ტიპის პრობლემაზეა რეალურად საუბარი. მოგახსენებთ. თუ ესა თუ ის მასალა, იქნება ეს მუსიკალური ნაწარმოები, ფილმი ან სხვა ტიპის ნაწარმოებები განთავსდება არაუფლება მოსილი პირის მიერ, მაგალითად, რომელიმე ინტერნეტ არხზე ან სოციალურ ქსელში, ასეთ შემთხვევაში რეალურ მფლობელს, შემოქმედს, ავტორო უფლების მფლობელს, ვინც შექმნა ესა თუ ის პროდუქტი, შესაძლებლობა ექნება მიმართოს იმ კომპანიას, რომელიც ინტერნეტით ამარაგებს მოსახლეობას და მოსთხოვოს მას, რომ თავისი საავტორო უფლება დაიცვას კერძოდ. სხვის მიერ არაუფლება მოსილი პირის მიერ განთავსებული მასალა ჩამოხსნას და შეზღუდოს მასზე წვდომა. ეს გულისხმობს. ანუ მიმართავთ ინტერნეტ პროვაიდერს. ამ შემთხვევაში პირობითად უხეშად რო ვთქვათ, მიმართავთ რომ მაგალითად პირობითად მე განვათავსე რაღაცა X მუსიკა, რომელიც მე არ მეკუთვნის, მაგრამ მეკუთვნის ვიღაც კონკრეტულ პირს სოციალურ ქსელ Facebook-ზე. აი ამ შემთხვევაში ვის მიმართავთ? Facebook-თან დაკავშირებით ცოტა უფრო რთულად არის. ანუ სოციალური ქსელები რადგან ახსენე, სწორედ ამის ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. ვებგვერდები გასაგები თემაა ყოველ დღეს შემთხვევაში. მოგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში მოღვაწე კომპანიებზე. Facebook-ს განსხვავებული ასე ვთქვათ, მარეგულირებელი აქტები გააჩნიათ, იმიტომ რომ იქ არსებობს ადმინისტრაცია და როდესაც Facebook-ში ხდება დარღვევა, უშუალოდ Facebook-ის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს მომხმარებელმა თავისი უფლებების დასაცავად. კონკრეტულად საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტს აწოდებენ მოსახლეობას. და შესაბამისად მათ იმ სივრცეში, სადაც მათი უფლებამოსილება ვრცელდება. ანუ ეხება მაგთიკომ სილქნეც, ამაზე ლაპარაკი. იმ კომპანიებს,
კონკრეტული პრინციპში ვფიქრობ, რომ არ არის პრობლემა არ არის დავასახელო. არა, უბრალოდ მაყურებლის ძალიან ცხადი რო იყოს, რაზე ვსაუბრობ, სწორედ ამიტომ დავაკონკრეტო. ქართულ ინტერნეტ პროვაიდერებს, ქართულ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ, რომ ასე ვთქვათ, მოსახლეობაზე თავიანთ სერვისებს და მხოლოდ იმ ნაწილში, რა თქმა უნდა, რაზეც მათი სერვისი ვრცელდება, დგება მათი პასუხისმგებლობა იმ კუთხით, რომ როდესაც მიმართავს უფლებამფლობელი, რა თქმა უნდა, მან უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელთაც დაადასტურებს, რომ ამ მუსიკის მფლობელი თვითონ არის, ამ მუსიკის მფლობელი თვითონ შემოქმედი თვითონ არის და ამის შემდგომ ინტერნეტ მიმწოდებელი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში შეზღუდოს წვდომა, ანუ ამოიღოს თავისი სივრციდან ესა თუ ის მასალა. რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალებას გვაძლევს დრო, კარგი იქნება რომ გავიმარტოთ, რომ რატომ არ გავრცელდება ეს მაგალითად YouTube-ზე ან Facebook-ზე. მივალ YouTube-მამდე, თუმცა ჯერ ეს ნაწილი მინდა რომ მოვჩეთ სრულყოფილად. ანუ რეალურად პირობითად რაღაც კონკრეტული X პროდუქტი განთავსებული არის რაღაც X ვებგვერდზე. და ამ ვებგვერდის მიმწოდებელი ამ შემთხვევაში ინტერნეტ პროვაიდერის როგორც ერთია, ისე მეორე, პირობითად. ან დაუშვათ რეგიონებში ინტერნეტ მიმწოდებელი შეიძლება აბსოლუტურად სხვა კომპანია იყოს. აი ამ შემთხვევაში ყველასთან გვაქვს ლაპარაკი, სიგნეტანაც, მაქტიკომთანაც ვიღაც X რეგიონებში მიმწოდებელი, ანუ ყველას ველაპარაკები და ყველას ვთხოვთ, რომ კონკრეტულად ეს ვებგვერდი დაიბლოკოს? თუ აი სქემა როგორია, ეგ მაინტერესებს და დაუშვათ რამდენად სწრაფად ხდება ამაზე რეაგირება, მაგრამ შეიძლება ეს ერთი კონკრეტული პროდუქტი ქონდეს ამ კონკრეტულ ვებგვერდზე განთავსებული, მაგრამ დანარჩენი იყოს ლეგალურად განთავსებული. რა ტიპის რეალურად ის ხო პირობითად უხეშად რო თქვა, შეიძლება არ იყოს მეკობრე, მაგრამ უბრალოდ მოხვდა ამ ვებგვერდზე და შეიძლება რეალურად მისი ბიზნესი გავაფუჭოთ უხეშად რო თქვა. აი ამ ყველაფრისგან თუ არის ეს აკაუნტი, მე ძალიან შეიძლება დეტალებში შევდივარ, მაგრამ მაყურებლისთვის ძალიან გასაგები რომ იყოს. რელევანტური კითხვაა და რეალურად რას ვებრძვით და რამდენად სწორად ვებრძვით. მოგახსენე. პირველი, თქვენ მე შეიძლება ძალიან მოყვარულის დონეზე ვსვა ამ კითხვას, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია. რომ მაქსიმალურად აუხსნათ ადამიანებს. პირველი, თქვენი კითხვის დასაწყისში აღნიშნეთ ვადები, რა დროში უნდა მოხდეს რეაგირება. კანონი პირდაპირ კანონ პროექტი პირდაპირ განსაზღვრავს ვადას 24 საათში ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც გულისხმობს, რომ ამოიღოს ეს მასალა საჯარო წვდომიდან. თქვენი კითხვის მეორე ნაწილი შეეხებოდა, როდესაც განთავსებულია მაგალითად რომელიმე ვებგვერდზე. არც ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ კი ვებგვერდს გააჩნია მაგალითად 1000 სხვა მასალა და აქედან ერთ-ერთი არის პირატული, ანუ უფლებადარღვევით განთავსებული ინტელექტუალური პროდუქტი და იგროვება საავტორო უფლება, ცხადია ის ვერ შეეხება დანარჩენ 999 პროდუქტს. აქ საუბარია კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც არის დარღვევით განთავსებული. უბრალოდ უნდა განვასხვაოთ, რომ ასე ვთქვათ, ვებგვერდის მფლობელი და ინტერნეტ მიმწოდებელი არის სხვადასხვა ცხადია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ინტერნეტ პროვაიდერზე, ინტერნეტ მიმწოდებელზე. აქედან ამის გათვალისწინებით ინტერნეტ მიმწოდებელს რა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რა დონის წვდომაც აქვს და სადაც მას შეუძლია შეზღუდოს და რა თქმა უნდა მხოლოდ იმოცულობით, რა მოცულობითაც ხდება უფლების დარღვევა. ინტერნეტ მომწოდებელი არ იქნება უფლებამოსილი და მათ შორის არც კანონი არ დაავალდებულებს, რომ მან მთლიანად ასე ვთქვათ, ვებგვერდი დაბლოკოს. თუ რა თქმა უნდა მთლიანად პირატული არ არის ეს ვებგვერდი. ინტერნეტ მიმწოდებელი მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში არის ვალდებული, რომ შეზღუდოს წვდომა ამ კონკრეტულ მასალაზე, თუ კი მას არ აქვს იმის საშუალება, რომ განასხვაოს, პრაქტიკაში ეს ნელად წარმოსადგენია, მაგრამ თეორიულად, რადგან თქვენი კითხვა ამას გულისხმობდა, თუ კი არის ასე ვთქვათ, იმდენად არის დაკავშირებული ორი სხვადასხვა მასალა ერთმანეთთან, რომ ერთი პირატულია და მეორე არ არის, ამ შემთხვევაში ცხადია, კანონი ადგენს, რომ მხოლოდ იმ ნაწილს უნდა შეეხოს, რომელიც პირატულია და თუ კი ტექნიკურად ეს შესაძლებელია, ანუ იმ დონის ბმა არ არის, რომ მაგალითად ერთ ვიდეოში არ არის, ანუ თქვა წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც გაერთიანებულია ერთ ვიდეოში პირატული მასალაც არის და არაპირატული. აი ასე შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს უკვე შეფასებისაგანი ხდება, მაგრამ თუ კი საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით აუცილებელი იქნება, რომ გარკვეული ვადით ეს შეიზღუდოს, რა თქმა უნდა, თავისი უფლებამოსილების დისკრეციული საავტორო უფლებები ამ შემთხვევაში. ბატონო? უპირატესი დგება საავტორო უფლებები. რა თქმა უნდა, საავტორო უფლებები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს იმგვარად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ სხვა შემთხვევაში დაცვა შეუძლებელია. სხვა დროს
ვებგვერდის შეზღუდვას რა თქმა უნდა ის არ გულისხმობს არც ერთ შემთხვევაში. ცალსახად უნდა გამოვყოთ, რომ ეს არის მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერის პასუხისმგებლობას შეეხება, მაგრამ გარდა ამისა იქ არსებობს გარკვეული კრიტერიუმებიც. ეს არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ინტერნეტს მიწოდებას ან სხვა მასალის მიწოდება შეიძლება შეექმნას საფრთხე. ეს არ არის რა თქმა უნდა კანონის მიზანი. კანონის მიზანია მხოლოდ და გაწერილია რა თქმა უნდა კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ამოქმედება ეს რეგულაციები, ვადებიც არის გაწერილი და ასევე გასაჩივრების მეთოდებიც არის. იქნება გამკონტროლებელი, ესეც საინტერესოა და აუცილებლად არ უნდა დაგვრჩეს ჩვენ YouTube-ის ნაწილი და ანუ ეს მიმართულებები, იმიტომ რომ ეს არანაკლები ისეთი აქტუალურია და კითხვის ნიშნებს იწვევს ამ აქვე აღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასევე არსებობს ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს მათ შორის ასეთი მეკობრული მასალების განთავსებას საქართველოში, იქ ითვალისწინებს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას და მიდგომებს, რაც უნდა ქონდეს ამა თუ იმ კომპანიას ასეთი ინფორმაციის შემცველი მასალის გავრცელების დროს, თუმცა ცვლილებები, რომელიც ხორციელდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში, ეს ცალსახად განმარტავს უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში რა რეაგირება უნდა მოხდეს. როგორც თქვენ, ასე ვთქვათ, შესავალ სიტყვაში აღნიშნეთ, ეს არის ის მიდგომები, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირში, არსებობს კონკრეტული ევროკომისიის დირექტივები, მიღებული გადაწყვეტილები, რომელთაც შესაბამისობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობა და მოგეხსენებათ ზოგადად, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არც თუ ისე მარტივი საქმეა, იმიტომ რომ დარგი თვითონ ძალიან განვითარებადია, პროგრესირებს მუდმივად, იმიტომ რომ დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, დაკავშირებულია მათ შორის საკმაოდ მსხვილ ბიზნესთან, აქედან გამომდინარე მუდმივად იზრდება ბიზნესი, იზრდება სფერო და ბუნებრივია რისკები და მიდგომები, რომელიც დაკავშირებულია დარღვევებთან. აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოს არა მხოლოდ საკმაოდ ცხადია საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი, რომელიც არის წამყვანი ზოგადად უფლებების დაცვის მიმართულებით, მუდმივად ვცდილობთ, რომ ეს პროგრესი პერიოდულად ინერგებოდეს საქართველოში. კი ბატონო, რაც შეეხება YouTube-ის ნაწილს, იმიტომ რომ ეს ამოუწუროთ მაყურებლისთვის, ანუ ამ ტიპის ქსელებთან მიმართებაში როგორ მოქმედებს ეს კანონი? ამ შემთხვევაში YouTube-სა და Facebook-ს ორი მაგალითი ავიღოთ, რომელიც მსხვილი და მსოფლიო მასშტაბის მიმწოდებლები არიან სერვისების, წარმოადგენს ერთი მაგალითად სოციალურ ქსელს. მათ ამ ქსელებში და YouTube კონტენტზე ზოგადად უფლებების დაცვა უშუალოდ ხდება მათ ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ წდომა და სრული უფლებამოსილება ადმინისტრაციისა და მართვის. ანუ ინტერნეტ პროვაიდერს არ აქვს საშუალება, რომ კონკრეტულად განასხვაოს და გამოარჩიოს Facebook-ში კონკრეტული მასალის განთავსება, შეზღუდოს ან ნება დართოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ვერ დავავალდებულებთ ქართულ კომპანიებს. შესაბამისად, მომხმარებელმა იგივე გზას უნდა მიმართოს და სხვათა შორის მეტნაკლებად დახვეწილი სისტემა აქვს ორივეს, YouTube-ისაც და Facebook-საც, რომ მიმართვის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში სწორად რეაგირებენ და სწრაფადაც. აქედან გამომდინარე, ეს ასეთი საერთაშორისო ქსელებთან, როდესაც გვაქვს საქმე, ცხადია, რომ იგივე წესებით უნდა მიმოქმედოს. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა შევეხო, რადგან ინტერნეტ პროვაიდერს ეხება რეალურად. ჩვენ ინტერნეტს როდესაც ვიღებთ და ამ ქსელის ინტერნეტზე გამოყენებით შევდივართ ამა თუ იმ დავუშვათ რომელიღაც X ვებგვერდზე, რეალურად შეიძლება იყოს საქართველოში ანუ არსებული დომენი, შეიძლება იყოს დავუშვათ საზღვარგარეთიდან და აბსოლუტურად აი ამ მიმართულებით როგორ ხდება კონტროლი და რამდენად ინტერნეტ პროვაიდერს ხომ არ ვავალდებულებთ ისეთ რამეს, რისი შესრულებაც მას რეალურად არ ხელეწიფება საბოლოო ჯამში. აფიოდ გასაგები კითხვაა, რისკები რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ზოგადად კანონის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია რომ დაავალდებულო ის რაზეც ცდომა არ გააჩნია. ცხადია, ინტერნეტ პროვაიდერი პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ნაწილზე. რისი შეზღუდვაც მას არ შეუძლია, ცხადია, კანონი ამას ვერ დაავალდებულებს. ძალიან უფრო მარტივად რო ახსნათ. ის მასალა, რომელიც ჩვენთან მომხმარებელთან ხდება, ქართული ინტერნეტ მიმწოდებლების საშუალებით. მხოლოდ იმ მასალას ეხება ეს ბერკეტი, როგორ დაიცვან ადამიანმა თავიანთი უფლებები. თუ კი ასეთი მასალა
ჩვენ სივრცეში ხვდება სხვა გზებით და არა ქართული ინტერნეტ პროვაიდერების, რა თქმა უნდა, ქართული ინტერნეტ პროვაიდერი ამაზე პასუხისმგებელი არ იქნება. ასეთი რისკები ბუნებაში არსებობს. სხვადასხვა საშუალებებით ჩვენ, ასე ვთქვათ, ქართული ინტერნეტ პროვაიდერების გვერდის ავლით, რა თქმა უნდა, არსებობს ინტერნეტზე წვდომა. ეს რისკები არსებობს მთელ მსოფლიოში და მაქსიმალურად ყველა მუშაობს, რომ ასე ვთქვათ, დაზღვეული იყოს, მაგრამ აბსოლუტური დაცვა მსოფლიოში დღეს არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ორი მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ. ერთი ეს არის დიდი ქსელები, მათ შორის სოციალური ქსელები და ასევე YouTube, სადაც მათივე ადმინისტრაციასთან ხდება უფლებების დაცვა და მათთან მიმართვით უნდა მოხდეს დაბლოკვა იქნება ეს თუ შეფერხება. მეორე ნაწილი, როდესაც საუბარი აქვს და წვდომა აქვს ქართულ ინტერნეტ პროვაიდერებთან მიმწოდებელს, ასევე მათი პასუხისმგებლობაც გაიწერება კანონში. კი ბატონო, და კიდევ ერთ თემა, დიზაინის ცოტა ვერ მივხვდი მე პირადად რა ტიპის ცვლილებაზეა საუბარი, ან რა ტიპის დიზაინს ეხება და ამ შემთხვევაში რას ვარეგულირებთ, რომელიც ასევე თქვენი ინიციატივა. ამიტომ მაყურებლისთვის ცალსახად რომ გავხადოთ, ამ შემთხვევაში რა ცვლილებებზეა საუბარი. ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ რა შემთხვევაში რა ვერ გავიგე ამ შემთხვევაში. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ორიოდე სიტყვით განსაზღვროთ რა არის დიზაინი. ნებისმიერი საგანი, რომელსაც აქვს განსხვავებული ფორმა, შესაძლოა დაცული იქნეს საკპატენტში საქართველოში და სხვა ქვეყნის საპატენტო უწყებაში, შესაბამისად სხვა ქვეყანაში ფორმა, დიზაინი, მაგალითად ჭიქა, ტელეფონი, ამის ფორმები არის დაცული. ლამაზი სათვალე გიგეთიათ თქვენ გატარებთ და ასევე ამ სათვალის ალბათ სავარაუდოდ ვის წარმოებელი დიზაინს დაიცავდა. ბოთლი იქნება ეს თუ საათი იქნება ნებისმიერი სხვა ნივთი, მისი გარეგნული ვიზუალი როგორ შედგება, როგორ გამოიყურება, ეს არის უხეშად რომ ვთქვათ, რომ ახსნათ, ეს არის დიზაინი. შესაბამისად, მათი დაცვა და შემდგომ ამ დაცვის გავრცელება დარეგულირებულია დიზაინის შესახებ კანონით. ამ კანონშიც ასევე შედის ცვლილებები, რომელიც ამარტივებს ერთი მხრივ რომ დიზაინის დაცვას და მეორე მხრივ ამ დაცვის შემდგომ უფლებების აღსრულების ნაწილს ასევე ევროპული დირექტივების მიხედვით. მათ შორის დარღვევის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მიმართვა, საკპატენტი რა შემთხვევაშია უფლებამოსილი, რა დონეზე ვრცელდება ეს დაცვა, სად არის ასე ვთქვათ სხვაობა არსებულ დიზაინს შორის და მსგავს დიზაინს შორის, როგორია განსხვავება, რა შემთხვევაში მიიჩნევა ის იდენტურად და რა შემთხვევაში არ მიიჩნევა იდენტურად. საკმაოდ პრაგმატული, ცოტათი ალბათ გართულებულიც შეიძლება იყოს ერთი შეხედვით ეს საკითხები, მაგრამ კანონის მიზანი საბოლოო ჯამში ეს არის მომხმარებლისთვის, სერვისის მიმღებისთვის გამარტივება ცხოვრების, რომ მარტივად შეძლოს თავისი დიზაინის დაცვა და შემდგომ გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე მისთვის იყოს გარანტირებული, რომ ის დიზაინიდან მიიღოს შესაბამისი სარგებელი. დიზაინი როგორც სასაქონლო ნიშანი, როგორც გამოგონება, როგორც სასარგებლო მოდელი, ეს არის ინტელექტუალური საკუთრება და აქედან გამომდინარე მაზეც ბუნებრივია საკუთრება. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს იმდენად კარგი თემები გაქვთ, რომ ვერ ამოვწურავ, მაგრამ ისიც მინდა რომ ვიკითხო ადგილწარმოშობის პროდუქცია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვაქვს ამბიცია, რომ მათ შორის ადგილწარმოშობის ღვინოები მაქსიმალურად იყოს დაცული და შემდგომ. რამდენი ადგილწარმოშობის პროდუქტი გვაქვს დღეს რეალურად და რამდენად სწორად ვიცავთ აი ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული მათ შორის ქართული საექსპორტო პროდუქციის სწორად პოპულარიზაცია და მისი სწორი ფასიც პირდაპირ ვიტყვი ამას. ამ მიმართულებით რა აკეთდება ამ ნაწილში? ორი სტატუსი არსებობს. ეს არის გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტები, ისინი დიდწილად ერთმანეთის მსგავსია. უხეში განსხვავება მათ შორის ის არის, რომ და არა კონკრეტული მაგალითად გეოგრაფიული აღნიშვნა არის პროდუქტი, რომელიც მთელ ქვეყანაში იწარმოება, პირობითად ჭაჭა არის გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი, მაგრამ კონკრეტულ მიკროზონაში მოწეული მაგალითად ხვანჭკარა, ოცხანური საფერე, მუკუზანი ან სხვა, ეს უკვე ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტებია. ჩვენ საქართველოში უკვე 70-ს გადავაჭარბეთ ამ ტიპის პროდუქტებით, უმრავლესობა ღვინოა. ეს ბევრია თუ ცოტა? საქართველოსთვის ეს საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. მათი დაცვისთვის საქართველოს მსოფლიოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საუკეთესო გზას იყენებს. საქართველოს იყო 2004 წლიდან ლისაბონის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა და უკვე წელს ჩვენ გავხდით ჟენევის აქტის ხელშეკრულებული ქვეყანა. ეს ჟენევის აქტის ასევე ლისაბონის ხელშეკრულების ნაწილია და გარდა ამისა ჩვენ ეროვნულ პროდუქტებს ისეთ ქვეყანაში, რომლებშიც სადაც მაგალითად ლისაბონისა და ხელშეკრულების და ჟენევის აქტი არ ვრცელდება, პირდაპირ დაცვის გზით ვიცავთ, სადაც საკპატენტი წარადგენს განცხადებას, ასევე შესაძლოა ეს იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან კონკრეტული ასოციაცია, თუმცა ძირითად შემთხვევაში საკპატენტია ხოლმე და კონკრეტულ საფასურს ვიხდით, რომ
იმ ქვეყანაში, სადაც არ მოქმედებს ორმხრივი ხელშეკრულება, ან არ არიან თქვათ ლისაბონის წევრები, პირდაპირ დავიცვათ ჩვენი პროდუქტები იმისთვის, რომ ქართველი მწარმოებლები, ბიზნესმენები და ქართული ბიზნესი, რომელიც აგროსფეროში საქმიანობს, იყოს დაცული იმისთვის, რომ მისი პროდუქცია, როდესაც გადის სხვა ქვეყანაში, არ გაუყალბონ და ასე ვთქვათ, რისკის ქვეშ არ დააყენოს მისი წარმოება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმდენად აქტუალური თემებია, რომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში სოსო გიორგაძე საუბრობდა.